რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლერმონტოვის ქუჩაზე ერთ-ერთი მცხოვრების სახლში რამდენიმე საათის წინ რადიაციული ნივთიერება აღმოაჩინეს. ადგილზე ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ. დავით ქაშიაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. დავით, რა ხდება ამ წუთებში და დაკავებულია თუ არა უკვე ვინმე? ირაკლი, ამ წუთებში ცნობილია და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, არის უკვე რომ ცენზიუმ 127 რადიოაქტიული ნივთიერება ამოიღეს ქისიშვილების ოჯახიდან. ეს რადიოაქტიული ნივთიერება ჩვენ ექსპერტებსაც ვესაუბრეთ და გავარკვევთ, რომ არის საკმაოდ საშიში ჯანმრთელობისთვის და ის რაოდენობაც ამ ოჯახში ინახებოდა, ის რაოდენობა სიცოცხლისთვის არის საშიში. ამ დროისთვის სამართალდამცველები ლერმონტოვის 15 ნომერში იმყოფებიან. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მე შეგახსენებთ, რომ ოჯახის უფროსი ქისიშვილი აყვანილი ყავთ. ასევე ჩვენმა ოპერატორმა შეძლო და გადაიღო კადრები. ამავე ეზოში კიდევ ყავთ სამი პიროვნება დაკავებული. სავარაუდოდ ოჯახის უფროსის დიშვილი და მისი ორი მეგობარი. ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ კომენტარებს, რომელიც ამ დროისთვის ჩვენ აქ მოვიპოვეთ. ეს არის ის რაოდენობა, რომელიც პრინციპში სიცოცხლისთვის არ არის სასარგებლო, ესე ვთქვათ. საშიშია იმ შემთხვევაში, თუ მიუხედავად იმისა, რომ კონტეინერში იყო, თუ მასთან ახლოს კონტაქტი ექნებოდა ადამიანის გარკვეული დროის განმავლობაში, ის საშიშია სიცოცხლისთვის. ამ კვირაში უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც თბილისზე რადიოაქტიული ნივთიერება ამოიღეს სამართალდამცველებმა. ქართულმა სამართალდამცველებმა გაეროდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან უკვე მიიღეს მადლობა იმ შესახებ, რომ მიმდინარეობს ბრძოლა რადიოაქტიული ნივთიერებების ამოღებასთან დაკავშირებით საქართველოში აქტიურად. მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ლერმონტოვის 15 ნომერში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო სპეცოპერაცია ქისიშვილების ოჯახიდან სამართალდამცველებმა რადიოაქტიული ნივთიერება ცენზიუმ 127 ამოიღეს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობა სავარაუდოდ ამ დროისთვის კიდევ შეგახსენებთ, რომ სამი ადამიანი ყავთ დაკავებული. ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი ძალოვან უწყებას ლერმონტოვის 15 ნომერში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ არ გაუკეთებია.